მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი რეცეპტით, კამპოფრიოსთან ერთად. ვფიქრობ დაამშვენებს თქვენ საახალწლო სუფრას და დღეს ჩვენი კერძი იქნება ქიშლოვე. ამ რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: კარაქი, ნაღები, ჩედარი ყველი, ქვილი, ორეგანო, ხახვი, კვერცხი, ცოტა ჩერი პამიდორი, მწვანე ხახვი, მძე, კამპოფრიოს ბეკონი. კამპოფრიო არის უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების ესპანური ბრენდი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ მიკროს სუპერმარკეტში. პირველ რიგში დავიწყოთ ცომის მომზადებით, ქვილი გავცრათ. დაახლოებით ქვილი გვაქვს 300 გრამი. ასევე ავიღოთ კარაქი ნახევარი, ანუ 300 გრამზე 150 გრამი კარაქი დაგჭირდება. აუცილებლად კარაქი უნდა იყოს კარგად გაციებული, რომ კარგად გაიხეხოს ეს ყველაფერი. აი ესე კარგად შევაზიმოთ, ერთი ცალი კვერცხი დავუმატოთ. ესეც კარგად ვუზიმოთ. დავუმატოთ ცოტა რძე. ცომის მოზელვა დავასრულეთ. ასეთი ცომი გამოგვივიდა, ეხლა ცოტა ხანი დავასვენოთ, შევდოთ მაცივარში. მოკლედ სანამ ცომი ისვენებს, ჩვენ გადავიდეთ სხვა ინგრედიენტებზე. ახლა მოვიღოთ ბეკონი. აი ესე გავჭრათ კიდევ ზოლებად, აი ესე პატარა კუბიკებად. გავჭრათ ხახვი, გავჭრათ მწვანე ხახვიც. ახლა ყველიც ავხეხოთ. ახლა კი დავიწყოთ ყველაფრის ერთად მომზადება. მოკლედ ცომაც დაისვენა, გავამტყეოთ ახლა და სასურველი ფორმა მივიღოთ. ცომი მზათა გვაქვს, ფორმაშიც აგერ კარაქი წაუსვით ცოტა ფქვილი რო არ მიეკრას. და ახლა მოვათავსოთ ეს ყველაფერი შიგნით კარგად ჩავაფინოთ. რაც ზედმეტი დარჩება, ეს ჩამოვათავოთ დანით, რომ ზედაპირი სწორი იყოს. გავუშვათ ახლა ღუმელში 180 გრადუსზე, სადღაც 10-15 წუთი. სანამ ჩვენი ცომი გამოცხება, მანამდე ნაღები და კვერცხი აურიოთ და დანარჩენი მოვთუშოთ, უკვე მოვამზადოთ შიგთავსისთვის. ავტეხოთ 1-2 ცალი კვერცხი. გავუმატოთ ნაღები. თავარია ერთგვაროვანი მასა გახდეს და იმდენი ხანი არ ურიოთ, რომ ან გასქერდეს, ან კარაქი გამოვიდეს. მოკლედ ნაღები და კვერცხი მზად არის. ახლა გადავიდეთ ხახვი და ბეკონი მოვთუშოთ, რომ კარგად დავბრაწოთ, ხავსაც კარამელიზაცია გავუკეთოთ და შემდეგ უკვე ცომი როცა გამოცხება, ეს ყველაფერი ერთად ამაზად მოვათავსოთ. აგერ ბეკონი და ხახვიც შემწვარეა, მოვთუშეთ, ცოტა ორეგანოც მოვაკაროთ, მწვანე ხახვი. ნაღები დავამატოთ, კარგად გადაურიოთ ერთმანეთ და მარილი და პილპილი მოვაკაროთ. ჩაუშვოთ ჩვენს ფორმაში. მოკლედ მოვათავსეთ ეს ყველაფერი და ახლა ზევიდან ჩედარი მოვაყაროთ ყველი. რომელიც ძალიან მოხდება ღუმელში გამოცხობისას. ყველი დავაყარეთ, ცოტა პამიდრებიც დავაწყოთ, მოხდება. მეგობრებო, კერძი მზად არის, შეგვიძლია გადავიტანოთ და დავამშვენოთ საახალწლო სუფრა. ბედნიერი შობა ახალი წელი.